თუ ვინმეს ესმის რას ნიშნავს აი ავტორიტარიზმი, საბოლოო ჯამში ავტორიტარიზმის ყველაზე დიდი მასშტაბი არის ფიქრის კონტროლი, ანუ აზროვნების კონტროლი, ანუ ამბიცია, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ აი ეს ამბიცია, სურვილი, რომ ადამიანებს სიტყვა გაუკონტროლო და ეს არის წმინდა. ანუ მართლაც აი ხა მაგალითად აი ამერიკელებსა და ევროპას შორის დაპირისპირების, აი წარმოვიდგინეთ, თავარი ღერძი ამაზე გადის. რომ ამერიკელები ეუბნებიან ევროპელებს, რომ თქვენო დასავლურ ღირებულებებს დაშორდითო, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლებას არ აღიარებთო. ესმენთ? ხო, ანუ დასავლეთში ეს, ანუ ერთმნიშვნელოვანი კი არ არის და ქოცემა ეს ხო გამოიღეს ევროპაში ასია. მაინტერესებს, აი მე ჯერ არ მომისმენა შეიძლება ქონდათ უკვე დაფიქსირებული პოზიციები, მაგრამ გახსოვთ იმას ალტინფოს აკრძალვას რო ითხოვდა ოპოზიცია? კი ბატონო. აი, როცა ალტინფოს აკრძალვას ითხოვ ოპოზიცია, ანუ მე დაგეჯერება, როცა სიტყვის თავისუფლების დამცველი გახდები, უცბად როცა ეს შენ შეგეხება? ანუ ორმაგი სტანდარტი ოპოზიციის კიდევ ერთ-ერთი პრობლემა არის. როცა ალტინფოს აკრძალვაზე იყო ლაპარაკი, ვის რა პოზიცია ქონდა ამ თემაზე? ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, იმ აი აქტივისტები, მოკლედ საჯაროდ ითხოვდნენ ალტინფოს იმის გამო რომ რაღაცა სიძული, ისქაც ზუსტად იგივე სიტყვებს ხმარობდნენ. სიძულვილის ენაო და ასე შემდეგ აკრძალვას. არათანმიმდევრულობით, დიანა არ გამოდის არაფერი.